დედები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მოგვწევს ყველაზე მთავარი სიცოცხლე. და ამ სიცოცხლესთან ერთად გამოგვაყოლებს მთელი ასე ვთქვათ, კომპლექტი ჩვევების, უნარების და ამავე დროს სცენარების ჩარჩოების, რომელშიც უნდა ვიყოთ მოქცეული იმისათვის, რომ ვიყოთ დაცული. თუ მაგალითად დედას ძალიან დედის ხაზში ქალებს ჰქონდათ ძალიან ბევრი ისტორია დალადობის მაგალითად, ხო? ამ შემთხვევაში დედას აუცილებლად აქვს თავდაცვის ინსტინქტი, მას ურჩევნია იყოს მსხვერპლი, მას ურჩევნია იყოს მორჩილი და რამენერც უსერთ ხმა არ მოიღოს, თუბინეთში იყო დაემართოს და თუბიდან შაქრიანი დიაბეტი და თუბინა ონკოლოგია, ამ ვერპატიების და ამოუთქმელი ასე ვთქვათ, ემოციების და ამოუთქმელი სიტყვების გამო ურჩევნია თვითონ დაავადყოფდეს, ვიდრე ეს გამოხატოს და მიიღოს აგრესია, იმიტომ რომ მას გენეტიკურ მეხსიერებაში აქვს ეს ისტორიები, როდესაც ვთქვათ, ხდებოდა აგრესიის მსხვერპლი, ხო? ჩვენი ქალები ახლა საქართველოში მცხოვრები, ყველა ქვეყანაში ალბათ, მაგრამ მე საქართველოზე ვისაუბრებ, ჩვენი ისტორია იმდენად სავსეა, ყველანაირი ძალადობით, გაქცევებით, გამოქცევებით, ქალების რაღაც 1000-1000-ის სახით ტანჯვით, რომ სულ არ არის გასაკვირი, რომ თითოეულ ჩვენგანს ეს ისტორია მოგვდებს, ხო? არიან გამონაკლისები, რომლებსაც გაუმართლად და ყავდათ ისეთი ქალები გვარში, რომლებიც იყვნენ თავდაჯერებულები, რეალიზებულები, ძლიერები და მათ შესაბამისად ეს პრობლემა ალბათ არც ექნებათ. მაგრამ უმრავლესობას ეს მსხვერპლობა და აი ეს რაღაცა საკუთარი თავის საკუთარი სურვილების ჩაკეტვა, საკუთარი თავის ჩაკეტვა, სადღაც ჩარჩოებში მოქცევა იმისათვის, რომ შვიდად ვიცხოვროთ და არავის შეგვაწუხოს, აი ეს უმრავლესობა მივიღეთ და კიდევ ძალიან ბევრი რამე მივიღეთ, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენი დედების ცხოვრებას, გვინდა ეს თუ არ გვინდა, თუ ამისთვის სპეციალურად რაღაცას არ ვაკეთებთ. რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის აი ამ კურსში, რომელიც ეხება დედის საგვარეულოს ქალების ხაზს, აი ამ ხაზს, რომლიდანაც ჩვენ ვსვებულობთ ჩვენს ქალურობას, ჩვენს ბედნიერებას, ჩვენს ჰარმონიას, ჩვენს ოჯახურ სიტუაციებს, მივიღეთ ყველა სცენარები ამ მიმართულებით. ვინც თვლით, რომ თქვენი გვარის ქალებს ჰქონდათ რაღაცა საერთო პრობლემები ქალურობასთან, ოჯახში, ბედნიერ ქალობასთან მიმართებაში, მაშინ ეს კურსი თქვენთვის არის. აქ არის სადიაგნოსტიკო სესიებიც, სადაც თქვენ დიაგნოსტიკას გააკეთებთ თქვენი აი ამ მიმართულებით თქვენი გვარის ქალების და თქვენი საკუთარი ცხოვრების და არის კიდევ გამოსავალი აქედან, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, შევცვალოთ. გაეცანით კურსის ასე ვთქვათ, დეტალურ აღწერილობას, თემებს შეიძინეთ და განთავისუფლდეთ სცენარებისგან, რომლებიც ჩვენს ქალურობას სამწუხაროდ აქცევს ძალიან ცუდ